გირჩის ოფისში ამ წუთებში სამართალდამცველები იმყოფებიან. რა ხდება ადგილზე? ტელეფონი ჩვენი კორესპონდენტი გურამ როგავა ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. გურამ, რა ვითარება ამ დროისთვის ოფისში? ამ დროისთვის ოფისში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მუშაობენ. აქ უკვე მოვიდნენ ექსპერტ კრიმინალისტები, მათ სპეციალური აღჭურვილობა მოიტანეს. ჩვენ ვიმყოფებოდით გირჩის ოფისში, სწორედ იმ ოთახში, სადაც კანაფი არის დაწესილი ქოთნებში, თუმცა ამ დროისთვის ექსპერტ კრიმინალისტებმა გამომძიებლებმა ჩვენ დაგვატოვებინეს თავად უშუალოდ ოფისის შიდა პერიმეტრი, მათ განაცხადეს, რომ ჟურნალისტების იქ ყოფნა ხელს უშლის საგამოძიებო მოქმედებებს. შესაბამისად, ჩვენ ახლა უკვე აღარ გვაქვს იმის საშუალება, რომ თვალი ვადევნოთ საგამოძიებო პროცედურების მიმდინარეობას, თუმცა ჩვენთან საუბრისას გირჩის წარმომადგენლებმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ითანამშრომლებენ გამოძიებასთან, როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ის მზად იყო მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებისთვის. შესაბამისად, ის აცხადებს, რომ უკვე შემდეგი ნაბიჯები თუ როგორი იქნება თავად საგამოძიებო ორგანოების ქმედებები და პოლიტიკური ძალის პასუხი მოგვიანებით გამოჩნდება. დღეს გირჩს ჰქონდა დაგეგმილი რამდენიმე საპროტესტო აქცია, რომელიც გადაიდო. ეს აქციები აღარ ჩატარდება, თუმცა უკვე იკრიბებიან პოლიტიკური მოძრაობის მომხრეები, ის ადამიანები, რომლებიც ამ პროტესტის ფორმას იზიარებენ და უერთდებიან მსგავსი აქციის შინაარსს. მე შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს დაირგო ქოთნებში კანაფი გირჩის ოფისში ამ ფორმით პროტესტი გამოთხვა სწორედ პოლიტიკურმა ძალამ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. სულ დაახლოებით 80 ძირი ქოთანია, რომელიც ამ დროისთვის ჩვენ დავაფიქსირეთ გირჩის ოფისში. როგორც გითხარით, აქ სამართალდამცავები არიან მობილიზებული დიდი რაოდენობით და მათ უკვე დაიწყეს მუშაობა. დამატებითი კომენტარები მათ მხრიდან არ გაკეთებულა, მათ უბრალოდ მოკლედ განმარტეს, რომ დაიწყებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რომელიც სრულფასოვანი გამოძიებისთვის არის აუცილებელი. მადლობ გურამ, გურამ როგავა გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.